ბათუმის ტერიტორიაზე დეზინსექცია დერატიზაციის მომსახურების შესყიდვის მიზნით მერიამ 266,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში თვეში ერთხელ ნაგავ-გამტარების, ნაგავ-შემკრები კონტეინერების და ქალაქის ტერიტორიის დეზინფექციას ითვალისწინებს. ამავე ტენდერის პირობების თანახმად მრავალსართულიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია თვეში ორჯერ ჩაუტარდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოყენებული მასალების შესახებ, რადგან პრეპარატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება მაისიდანაა დაგეგმილი. გასულ წელს ქონდა 670 საცხოვრებელი სახლის დეზინსექცია მაისი-ოქტომბრის ჩათვლით თვეში ერთჯერ. ჩვენ წელს ეს პროგრამა გავაფართოვეთ და თვეში ორჯერ ჩატარდება ეს სამუშაოები. ასევე ტერიტორიის დეზინსექცია, რომელიც ხდებოდა 5.27 ჰექტარზე, ჩვენ ეს ფართი გავზარდეთ და ეს მოიცავს ახლა 7.2 ჰექტარ ტერიტორიას.